ქრისტიანობის რწმენები, ღვთაებრიობა და სამება, ტრინიტარობა. მათ სწამთ უზენაესი, შემოქმედი ღმერთის არსებობა, რადგან ისინი თავდაპირველად წიგნის ხალხს ეკუთვნიან. თუმცა მასთან ერთად მის ძეს, იესოს და სულიწმიდას, გაბრიელსაც ღმერთს უთანაბრებენ. ეკლესიებს შორის ამ ცნებების განმარტებასა სამ ჰიპოსტასს შორის კავშირის ახსნაში მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. სასამართლო და განკითხვა. მათ სწამთ, რომ უკანასკნელ დღეს ანგარიშს იესო მარიამის ძე ჩაიბარებს, რადგან მას ადამიანური ბუნებაც აქვს, რაც ადამიანთა საქმეების განსჯაში დაეხმარება. ჯვრის განდიდება. ჯვარს საკუთარ სიმბოლოდ მიიჩნევენ და უმეტესობა მას წმინდად თვლის. ჯვრის წარება ქრისტეს მიმდევრობის ნიშნად ითვლება. მარხვა. გულისხმობს ცხიმიანი და ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, აგრეთვე მათი ნაწარმისგან თავშეკავებას. ძირითადად პარკოსნებით იკვებებიან. მისი ხანგრძლივობა და წესები კონფესიიდან კონფესიამდე განსხვავდება. ლოცვა. განსაზღვრული რაოდენობა არ აქვს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დილისა და საღამოს ლოცვებს. ლოცვები შედგება ვედრებისგან, ქებისგან და საგალობლებისგან. მარხვისა და ლოცვის დაცვა სავალდებულოდ კი არა, ნებაყოფლობითად ითვლება. ნათლობა. გულისხმობს წყალში ჩაძირვას ან წყლის სხურებას მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. აღიქმება როგორც ცოდვებისა და დანაშაულებისგან განწმენდის სიმბოლო. ახსარება. ადამიანი საკუთარ ცოდვებს სასულიერო პირს უყვება. ირწმუნებიან, რომ ეს ახსარება ადამიანს სასჯელს უხსნის და ცოდვის განწმენს, რადგან სასულიერო პირი მისთვის ღმერთს პატიებას თხოვს. დაშვებული და აკრძალული საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თორაში ღორის ხორცი აკრძალულია, ისინი მას დასაშვებად მიიჩნევენ, ხოლო წინადაცვეთა, რომელიც თავდაპირველად მათ შარიათში არსებობდა, აკრძალულად გამოაცხადეს. ნებადართულად მიაჩნიათ სარგებლის აღება, პროცენტი და ალკოჰოლის სმა. აკრძალვას ძირითადად ზნეობის დარღვევით, მრუშობა, დამხჭვალი ცხოველის ხორცით, სისხლით და კერპებისთვის შეწირული ხორცით ზღუდავენ. მონაზნობა. მათი რელიგიის საფუძველში დგას ასკეტიზმი და ქორწინებაზე უარის თქმა. თუმცა ეს მხოლოდ სასულიერო პირებს ეხებათ. ჩვეულებრივ ადამიანებს ერთმეუღლეზე ქორწინება ნებადართული აქვთ, ხოლო თავდაპირველ ქრისტიანობაში დასაშვები მრავალცოლიანობა აკრძალეს. განკორწინება. კაცს ცოლის გაშვება მხოლოდ მრუშობის შემთხვევაში შეუძლია და ამ დროს ხელახლა ქორწინება დაუშვებელია. სიკვდილით განშორების შემთხვევაში ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს ხელახლა ქორწინება შეუძლია. ასევე დაშვებულია განშორება, თუ ერთ-ერთი მეუღლე ქრისტიანი არ არის. გამრავლება და შთამომავლობა. ქრისტიან თემებს გამრავლებისკენ მოუწოდებენ. ეს ერთ იმ რეგიონებში, სადაც ისინი უმცირესობაშია. სულიერი მხარეები. ქრისტიანობა თავდაპირველად მოვიდა გულისა და გრძნობების აღზრდისთვის, სულიერი განვითარებისთვის, მოუწოდებდა ასკეტიზმს და შულისგებისგან თავშეკავებას და აკრიტიკებდა ებრაელების უკიდურეს მატერიალიზმს. მათ სახარება სჭერია, ვინც მარჯვენა ლოყაზე გარარტყავს, მარცხენაც მიუშვერი და ვინც სამოს წაგართმევს, ზედა სამოსიც ნუ დაუმალავ. ლუკა 6:28. თუმცა მათი ისტორია სავსეა მკვლელობებით და სისხლისღვრით. მიტევების სიგელები, ინდულგენციები. დოკუმენტი, რომელიც მყიდველს სპარსულსა და მომავალ ყველა ცოდვის მიტევებას პირდებოდა. იგი აქციებით იყიდებოდა და გადახდილი თანხის მიხედვით ადამიანს 60-ში გარკვეულ ადგილს პირდებოდნენ. ერისესა და მისი დევნა. ეკლესია ებრძოდა მეცნიერებას, აღმოჩენებსა და წმინდა წერილის ახალი გაგების მცდელობას. კრიტიკას ერისად აცხადებდა და ამ მიმართულებებს უკიდურეს სიმკაცრით და სისასტიკით დევნიდა.